ჩვენ ყველამ ვიცით თუ რა დღეშია ქართული ოპოზიცია და საერთოდ როგორ სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში არის ჩვენი ქვეყანა. მე პირადად სულ მინდოდა მომისმინა მთავრობის და ოპოზიციის დებატები. სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში დებატების კულტურა არ არის განვითარებული. როგორც კი ერთ მაგიდასთან სხედან ორი განსხვავებული აზრის პოლიტიკოსები, ეგრევე იწყება ჩხუბი, შეურაცხყოფა და გაუგებრობა. ამიტომაც მე მინდა შემოგთავაზოთ ახალი რუბრიკა ჩემი YouTube არხზე. ჩვენ გავაანალიზებთ დებატებს არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებშიც. დღეს მე ამოვირჩია დებატები ანი წითლიძის და ვადო მაჭავარიანის შორის. ეს დებატები ამოვირჩია, იმიტომ რომ ამ დებატებში დაუპირისპირდა ახალი პოლიტიკური ძალა, ანუ ვადო და მისი პარტია 12 სართული და ძველი პოლიტიკური ძალა, ანუ ანა და მისი პარტია ნაციონალური მოძრაობა. მეგობრებო, თუ მოგეწონებათ ეს რუბრიკა, აუცილებლად დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი. და კიდევ ერთი ახალი ამბავი. მე გპატიჟებთ თქვენ ჩემ Discord სერვერზე, სადაც მუდმივად გვექნება დისკუსიები სხვადასხვა პოლიტიკურ თემებზე, დაიდება ინფორმაცია ახალ ვიდეოებზე და თქვენ თვითონ შეგიძლიათ ამოვირჩიოთ ახალი ვიდეოს თემა. Discord სერვერის ლინკი იქნება აღწერაში და მოდით ჩვენ უკვე გადავიდეთ ნელ-ნელა დებატებზე. დებატები დაიწყო და წამყვანმა გაგვაცნო ვადო და ანი. მოკლედ, რომ ვთქვათ, ვადო მაჭავარიანი არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, განათლება აქვს მიღებული ევროპაში და არის პარტია 12 სართულის ლიდერი. წამყვანი არ ამბობს ამას, მაგრამ ქალბატონი ანი რეგულარულად ახსენებს იმას, რომ მამამისი არის ცნობილი პოლიტიკოსი მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც იყო საქართველოს პარლამენტის ხუთგზის წევრი და იყო ნაციონალურ მოძრაობაში. მოდით მოვიმზადოთ და დავითვალოთ, რამდენჯერ შეახსენებს ქალბატონი ანა ვადოს, რომ მამამისი არის ყოფილი ნაცმოძრაობის წევრი. ხო, მოდით ახლა ვილაპარაკოთ ანიზე. ანი არის საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის დეპუტატი და ანი წითლიძე 2012 წლიდან არის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი. ანუ მოკლედ რომ გავაანალიზოთ, გვყავს ერთი მხარე, ვადო, რომელიც არის ახალი ძალა პოლიტიკაში, ეხლა ხანს მოვიდა თავისი პარტიით, მაგრამ აქტიურობა დაიწყო 2023 წლიდან. და ანი წითლიძე, რომელიც 2012 წლიდან არის ნაციონალური მოძრაობის წევრი. კარგი, მოდით უკვე გადავიდეთ პირველ კითხვაზე და პირველი კითხვა არის, რომელი ქართული ოსნების დეპუტატთან უნდათ ჩვენ სტუმრებს დებატები. ანიმ განაცხადა, რომ არავისთან დებატებს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ყველა ამბობს იმას, რასაც ბატონი ბიზინა ივანიშვილი ჩასძახებს. ამიტომაც სურს კონკრეტულად ბიზინა ივანიშვილთან დებატი. მე არ ვთვლი ბატონ ბიძინას ადამიანად, რომელთანაც შესაძლებელია საინტერესო დებატები გამოვიდეს. რადგან როცა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ვუსმენ, მე არ მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანი მზად არის საინტერესო დისკუსიისთვის. არ მგონია, რომ ისეთი კითხვა-პასუხის დონის დიალოგი დავიწყოთ, რომ ან მე გავჩერდები და გამიჭირდება მის კითხვაზე პასუხის გაცემა, ან თვითონ ბიძინა დაიბნება და ვერ მიპასუხებს. ბატონ ბიძინას არ უყვარს ხშირად ჟურნალისტებთან ლაპარაკი და თავისი კომფორტის ზონიდან გამოსვლა. თუ დაელაპარაკება ვინმეს, მხოლოდ იმედი სტუდიაში. ამიტომაც ვერ ხვდები, რაზე უნდა ისაუბროს ქალბატონმა ანიმ ბიძინა ივანიშვილთან. ვადოს უნდა ბატონ კახი კალაძესთან დებატები. ვერ ვიტყვი, რომ ბატონი კახი რამდენად განსხვავდება ბიძინა ივანიშვილისგან დებატების საკითხში, მაგრამ ვადომ კალაძე ამოვირჩია თავისი PR კამპანიიდან გამომდინარე. მოდით აგიხსნით, რას გულისხმობ. ვადოს და მის პარტიას აქვს რუბრიკა პრობლემა მოსაგვარებელია. ისინი დადიან თბილისის ქუჩებში და ეძებენ სახიფათო ადგილებს, რომელსაც მერია და ბატონი კახი არ აქცევს ყურადღებას. ცუდად აშენებული გზები, ორმოები, რავი, ბევრი რამ. და თურმე აღმოჩნდა, რომ ამ რუბრიკას მერიაც უყურებს და ზოგი პრობლემა მართლაც მოაგვარეს. ამიტომაც ვადოს უნდა ბატონ კალაძესთან ლაპარაკი, იმიტომ რომ თბილისში არის მართლაც უამრავი პრობლემა და ვადოს აინტერესებს თუ რატომ არის ეს ესე და რამდენი ხანი შეიძლება ესეთი ქაოსი გაგრძელდეს. მაგრამ ორივე მხარე, მათ შორის მეც, მაინც თანახმოვართ იმაზე, რომ არანაირ დებატებს ამ პოლიტიკოსებთან აზრი არ აქვს, რადგან რასაც ბიზინა ჩასახებს, უბრალოდ იმას ამოსახებენ. მოდით გადავიდეთ უკვე სერიოზულ სადებატო კითხვებზე და პირველი კითხვა ესე ჟღერს. დღევანდელი პოლიტიკური ოპოზიცია ვერ ახერხებს ეფექტური დღის წესრიგის ფორმირებას საქართველოში. ამ დებულებას ვადო ეთანხმება აბსოლუტურად და ქალბატონი ანი ნაწილობრივ. რა არგუმენტები აქვს ვადოს? ვადომ დააყო ეტაპებად თუ როდის რა პრობლემები ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას. 2013 წელს, როცა ნაციონალურმა მოძრაობამ სამართლიანად წააგო არჩევნები და გადავიდა ოპოზიციაში, ნაციონალურმა მოძრაობამ არ გაანალიზა თავისი შეცდომები და მაინც უსმენდა თავისი ბელადის, ანუ სააკაშვილის დარიგებებს. და როგორც ვადომ თქვა, მთელი პარტია ერთი ადამიანის მესიჯით იმართებოდა. ამ ეტაპს ვადო ეძახის ბელადის ფაზას. ეს ეტაპი გრძელდებოდა 2016 წლამდე. 2016-ში ვადოს აზრით დაიწყო ოლიგარქიული ფაზა. მოდით აგიხსნით, რაშია საქმე.
2016 წლიდან ძალიან ბევრი ბიზნესმენი აფინანსებდა ქართულ ოცნებას. ეს იყო კარგი როგორც ქართული ოცნებისთვის, ასევე ბიზნესმენებისთვის. ბიზნესებს იცავდა მთავრობა და მთავრობას მხარს უჭერდა უამრავი ბიზნესმენი. რადგან არის ეს ცუდი? მთავრობას გაუჩნდა იმდენი რესურსი, რომ ოპოზიცია ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას მთავრობას. ამიტომაც ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. და მესამე ფაზა იწყება 2020 წლიდან, როცა აშკარად ჩანს, რომ ოპოზიცია არის რეალობასგან მოწყვეტილი და ადამიანური და ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე მაინც ვერ აღწევენ შედეგს არეულობის გამო. მომავალში ვადო უფრო კარგად ჩაშლის ოპოზიციის პრობლემებს. რას ფიქრობს ქალბატონიანი ამის შესახებ? და მოდით დავიწყოთ უკვე დათვლა თუ რამდენჯერ გაახსენებს ქალბატონიანი ბატონ ვადოს, რომ ვადოს მამა არის ყოფილი ნაცმოძრაობის ლიდერი. ამაზე მაინც ვიპასუხებ ნაციონალურ მოძრაობას რაღაც ბელადის ფრაზა ქონდაო და თქვენი მამა წარმოადგენდა ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო 2016 წელს ჩათვლით და არ მგონია რომ ეგ განცდა ქონოდა ნაციონალურ მოძრაობაში რომ იყო. მოდით ახლა არ ვილაპარაკოთ ამ ვიდეოში მიხეილ მაჭავალიანის შეცდომებზე ან დადებით ხარეებზე. ამ ვიდეოში უბრალოდ ვაანალიზებ დებატებს და გვინდა გავაანალიზოთ ვინ არის სწორი და ვინ არა. ის არგუმენტი რომ ვიღაცის შვილია ან მამაა დიდად ძლიერი არგუმენტი არ არის. მოდით კარგად ავხსნათ რას გულისხმობ და მაგალითსაც მოვიყვან. ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად უცნობისა და ზურაბ გირჩის დებატები. იმიტომ რომ ზურაბ გირჩი ერთ-ერთი მთავარი ქოცი პროპაგანდისტი დებატებში ოფიციალურად გაანადგურა. მოკლედ აქ არის ლაპარაკი მომენტზე, სადაც უცნობი, ანუ იგივე გია გაჩეჩილაძე ეუბნება ზურაბ გირჩს, რომ მხარს უჭერს ქართული ოცნების პოზიციას უკრაინის ომთან დაკავშირებით. და მშვიდად გრძნობს თავს ქვეყანაში, სადაც ომი არ არის. ზურაბ გირჩიმ კიდევ უპასუხა უცნობს, აი ესე. თუ რა მოძრაობები მაშინ დააკონკრეტე რა. ჩოქას ეგ მოძრაობა ჯობია. ეხლა მდგომარეობაშიც ვარ დაჩოქილი. რა დაჩოქილი? მე არ გზნობ თავს რომ დაჩოქილი ვარ. მე გზნობ რომ თავს მე შენ რატო იგზნობ? მე როგორ გზნობ თითა? გარშემო ყველაფერი ცეცხლი უკიდია. შენ ხელისუფლებაში ხარ და ძალაუფლება გიჭირავს და არ გზნობ თავს. მე როგორც საზოგადოების წევრი გეუნები და რა შუაში შენ ხარ ქართული ოცნება შენ. მე მყავს შვილი და ვარ წყნარად რომ ამ ქვეყანაში ცეცხლი არ ანთია. მე შვილები მყავს და წყნარად არა. ხო მე არა ვარ იმის მე არ მინდა ამ ქვეყანაში ცეცხლი რომ დაიწყოს. და შენ ვერ მეუნები იმის არგუმენტს ჩემ ძმასაც რო კონდეს 7 მილიონი მიღებული საპარტნიორო ფონდიდან და რომელსაც არ თხოვე და აჩუქებენ, ხო, შეიძლება მე წყნარად ყოფილიყავი, მაგრამ არა ვარ. დავაგინო ეხლა დედა შუაქუჩი იმაზე გადაცემაში რომ არავითარი ძმას აქვს საჯარო დადასტურებული და 7 მილიონი აქვს მიღებული? კი, რა თქმა უნდა, სესხი აიღო საპარტნიორო ფონდიდან, რომელიც კი, გამიგია მე. ხო, მაგაზია ლაპარაკი. ხო, რა, მე რა. 7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა როგორც საზოგადოებრივი კამპანია Global Brain-ში აღნიშნული ინვესტიცია საინვესტიციო საინტერესოა თვალსაჩინო რომ თუ სხვა ბიზნეს პროექტის საპარტნიორო ფონდი რაღაცა ამერიკაში უნდა გაეტანა. ღვინო საბოლოოში არ ჩამოიცხა ეს ფული. და თავად ლევან გაჩეჩილაძე ამბობს რომ მართალია სახელმწიფო მის პროექტში კომერციულ რისკს იღებს, მაგრამ წარმატების შემთხვევაში ეს პროექტი ქვეყანას მნიშვნელოვან სარგებლობას მოუტანს. საბოლოო ჯამში არც ერთი ბოთლი ღვინო ამერიკაში არ გასცემს. საწერია 7 მილიონი. სიტყვები სად არის 7 საპარტნიორო მილიონი? ფონდმა ლევან გაჩეჩილაძის პროექტში 7 მილიონი ჩადო და კომერციული რისკის თავად აიღო. უცნობი ამას უარყოფს, მაგრამ ზურაბ გირჩი მარტივად უმტკიცებს, რომ ეს არის სიმართლე. ამ მომენტში ოჯახი შეიძლება არგუმენტად მოვიყვანოთ, იმიტომ რომ არგუმენტირებულად შეიძლება დაასაბუთო შენი პოზიცია. შენ ხარ წყნარად, იმიტომ რომ შენ ოჯახს მთავრობისგან მხარდაჭერა აქვს და არ გეშინია არც ომის და არც რუსეთის. და მე მეშინია რომ შენ ქვეყანაში რუსული ჯარი შემოვა, რადგან არ მაქვს მაგდენი რესურსი, რომ ჩემი ოჯახის უზრუნველყოფა დავიცვა. ქალბატონი ანი კიდევ უბრალოდ ახსენებს იმ ფაქტს, რომ ვადოს მამა იყო ყოფილი ნაცმოძრაობის წევრი. ანუ ვადოს პარტია რო დაფინანსებული ყოფილიყო მამამისის მიერ და ანის რო ეთქვა მაგალითად რომ ძალიან მარტივი ოპოზიციის გალანცვა, როცა ჩვენ რესურსები არ გვაქვს და ამ დროს შენ მამა შენი გაფინანსებს, კიდევ ხო, მაგრამ ქალბატონი ანი ვადოს მამას ახსენებს უბრალოდ იმისთვის, რომ ჩვენ თუ გვანწყავ, გამოდის რომ მამა შენსაც ლანცყავ. და ისე გამოდის რომ ქალბატონ ანის არანაირი პასუხი არ აქვს იმ პრეტენზიებთან, რასაც ამბობს ვადო. რომ ოპოზიციის დაპირებების სისულელეა, რომ ეგოიზმის და ტყუილების გამო ხალხი იმედგაცრუებული დარჩა ოპოზიციით. მაგრამ მოდით ამ ყველაფერზე მეორე ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, წამყვანმა შენიშვნა მისცა ქალბატონ ანიც, რომ არ არის ეთიკური ესეთი დონის დებატებზე ოჯახის წევრებზე ლაპარაკი, მაგრამ ქალბატონი ანი ამ შენიშვნას არ იღებს და მომავალში კიდევ ახსენებს ბატონ მიხეილ მაჭავალიანს. მოკლედ, ქალბატონი ანი გარკვეულწილად კარგ პასუხს სცემს ვადოს, ხალხს, რომლებიც არ არიან პოლიტიკაში, ან ახალ პარტიებს, რომლებიც ახალ-ახალ შემოვიდნენ პოლიტიკაში, წარმოდგენა არ აქვთ თუ როგორ წინააღმდეგობას უწევს მთავრობა ოპოზიციას და ფინანსური თვალსაზრისით როგორი არადაბალანსებული კონკურენციაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის. ანუ ქალბატონი ანი ამბობს, რომ ისეთი წნეხის ქვეშ არის ქართული ოპოზიცია, რომ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევს ქართულ ოცნებას,
ფინანსური რესურსების გამო. მოდით სანამ ვადოს მოვუსმენთ, მე ვიტყვი რას ვფიქრობ ამ საკითხზე. ნაციონალური მოძრაობა თავისი რესურსებიდან გამომდინარე ელემენტარულსაც კი ვერ შვება. მე კარგად მახსოვს ანრი კურტანიძის ვიდეო, სადაც არჩევდა პარტიების საარჩევნო დაპირებებს. და როცა დავინახე ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა, ვიყავი დაშოკილი. ამ დებატებშიც იყო ლაპარაკი ნაცმოძრაობის ოფიციალურ საიტზე და ქალბატონმა ანიმ თქვა, რომ საიტი დროებით მიუწვდომელი არისო. ხო, მინიმუმ 7 თვე მიუწვდომელია ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ძალის საიტი. რა თქმა უნდა, საიტის შექმნას და ფუნქციონირებას სჭირდება იმდენი რესურსი და იმდენი თანხა, რომ მხოლოდ ქართულ ოცნებას შეუძლია თავისი საკუთარი საიტის შექმნა. და გაინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა? აი ასე. მე იმედი მქონდა, რომ ამ 7 თვეში რაღაცა შეიცვლებოდა, მაგრამ სამწუხაროდ საიტი ისევ არ ფუნქციონირებს და ახალი საარჩევნო პროგრამა ნაციონალურ მოძრაობას არ შემოუთავაზებია. მართლაც ესეთი ძნელია საარჩევნო პროგრამის და პარტიის საიტის გაკეთება? არა, და ამის ძალიან კარგი მაგალითია გირჩი, რომელსაც საერთოდ მთელ პოლიტიკურ ველზე ყველაზე ორგანიზებული და გამართული საიტი აქვს თავის საარჩევნო პროგრამასთან ერთად. თუ სხვა პარტიებს უბრალოდ ერთნაირი დაპირებების გამო დავიწუნებდი, ნაციონალურ მოძრაობას აქვს უბრალოდ უხარისხო და დამცინავი საარჩევნო ბუკლეტი, რომელიც იყო გაკვეთებული სავარაუდოდ პეინტში, ან რა ვთქვა ამაზე არც ვიცი. ანუ ნაციონალური მოძრაობა მართლაც თავის მაქსიმუმს რომ აკეთებდეს რესურსებიდან გამომდინარე, ანის პასუხი ძალიან კარგი იქნებოდა. გამოვიდოდა ასე, ვადო, შენ ახალგაზრდა პოლიტიკოსი ხარ და ჯერ აზრზე არ ხარ, თუ რამდენად ძნელია ქართულ ოცნებასთან თითქმის 13 წელი ბრძოლა, მაგრამ ანის გამოვიდა ასე, ანუ ქართულ ოცნებას ბევრი რესურსი აქვს და ჩვენ აზრსაც კი ვერ ვხედავთ, რომ რაიმე სახის წინააღმდეგობა გაუწიოთ ქართულ ოცნებას. ვადო მოპასუხა ქალბატონ ანის, რომ ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ისინი ლაპარაკობენ სულ ერთი და იგივეზე. ხალხს ვერ აჩვენებენ სტაბილურობას და ვერ უხსნიან სათანადოდ თუ რა იდეოლოგია აქვს ოპოზიციას. რა საშიშროებას წარმოადგენს ოცნება და ამაში ვადოს აბსოლუტურად ვეთანხმები. და ამ ყველაფერს არ სჭირდება უამრავი რესურსი. ოპოზიციას აქვს 3 ძირითადი სატელევიზიო არხი: ფორმულა, TV პირველი და მთავარი არხი. იმ პერიოდის დროს, როცა აქტიურად იყო გამოსვლები გამჭვირვალობის კანონის შესახებ, არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ ახსნა ნორმალურად თუ რა საშიშროებას წარმოადგენდა ეგრეთ წოდებული რუსული კანონი. ჩვეულებრივი იუთუბერები უფრო კარგად ხსნიდნენ ამ კანონის საშიშროებას, ვიდრე პოლიტიკოსები, რომლებიც რეგულარულად ყვიროდნენ მიტინგებზე რუსული კანონის საშიშროებაზე. რატომ უნდა აუხსნათ კანონის არსი, თუ შეიძლება უბრალოდ დავადოთ რუსული იარლიკი და ამით ხალხი ეგრევე დაინტერესდება და გარეთ გამოვა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რუსული კანონი ბოლოს მაინც მიიღეს, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ოპოზიციის გეგმამ არ იმუშავა. ამაზე არ მინდა დიდი ხანი რომ ვილაპარაკო, თუ გინდათ რუსულ კანონზე რომ გავაკეთო ვიდეო, დაწერეთ კომენტარებში ან ჩვენ Discord სერვერზე შეგიძლიათ ამოიჩიოთ ახალი ვიდეოს თემა. ჩვენ კი დავუბრუნდებით დებატებს. მოკლედ, ანიმ გაიმეორა თავისი აზრი, რომ ოპოზიცია ებრძვის რეჟიმს და როცა უბანს იბარებს და მთავრობა პეტუშკებს იყენებს და ხალხს აშინებს რომ ხმები დააგროვოს და ოპოზიცია დაასუსტოს, მან ყველაფერი მთავრდება. ვიმეორებ. ნაციონალური მოძრაობა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს რომ აკეთებდეს, მე გავიგებდი ანის პოზიციას, მაგრამ აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობა საკმაოდ უპასუხისმგებლოდ ეკიდება საარჩევნო კამპანიას. მოკლედ, დიდი ხანი არ მინდა ვილაპარაკო პარტიაზე, რომელსაც არც საიტი აქვს გამართული და არც საარჩევნო პროგრამა. მოკლედ, დაიწყო ღია დისკუსია. ქალბატონმა ანიმ პირდაპირ თქვა, რომ მიხეილ მაჭავარიანს არ აყენებს შეურაცხყოფას, იმიტომ რომ თვითონ ისნობდა ბატონ მიხეილს და ბევრი რამ ისწავლა ბატონ მიხეილ მაჭავარიანისგან. უბრალოდ ანის აზრით ვადოს არ აქვს უფლება ნაცმოძრაობა გააკრიტიკოს, რადგან ვადო ცხოვრობდა და ევროპაში განათლება მიიღო, სუსტადაც იმის ხარჯზე, რომ მამამისი იყო ნაცმოძრაობის ლიდერი. ანუ ვიმეორებ, პარტიის კრიტიკა ჯერ ესერთიც ყველა შეუძლია და ამ დებატებში თვითონ ანიც აკრიტიკებს ნაცმოძრაობას და მაშინ ანისაც არ აქვს უფლება ნაცმოძრაობა გააკრიტიკოს, რადგან ნაციონალური მოძრაობის წევრია. და კიდევ ის ფაქტი, რომ ვადოს მამამ დააეხმარა ვადოს ბავშვობაში და კარგი განათლება მისცა და ფინანსურად უზრუნველყო, ჩემთვის პირადად არნიშნავს იმას, რომ ვადოს არ აქვს იმის უფლება, რომ ნაცმოძრაობა გააკრიტიკოს და არც არის ნორმალური არგუმენტი ანის მხრიდან, რომ თავისი პოზიცია დაიცვას. კი, ჩემ პარტიას უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ იცი რა, მოდი შენ ნუ ლაპარაკობ ამაზე და ნუ აკრიტიკებ ოპოზიციას, რადგან მამაშენი იყო ნაცმოძრაობის ლიდერი. ჩემთვის აბსოლუტურად ალოგიკური მსჯელობაა ეს.
ანი ამბობს ძალიან კარგ მაგალითს, როცა პარტიის წარმომადგენლები და თვითონაც ანი იმ პერიოდის დროს, როცა ლაპარაკობდნენ სკოლაში ბავშვებისთვის უფასო კვების საკითხზე, ქართულმა ოცნებამ ბევრი პოლიტიკოსი დაიჭირა და ანის მაგალითად შუა ინტერვიუს დროს ფიზიკურადაც კი დაუპირისპირდნენ. და ეხლანდელი მაგალითი მოიყვანა, რომ როცა ამომრჩეველი მიდის არჩევნებზე იმ აზრით, რომ თუ ქართულ ოცნებას ხმას არ მისცემს, მაშინ დაკარგავს სამსახურს, შეექმნება პრობლემები და ასე შემდეგ. და ამიტომაც უკვე ამომრჩეველს აღარ აინტერესებს ოპოზიციის დაპირებები. ვიმეორებ ოპოზიციას და კერძოდ ნაციონალურ მოძრაობას მართლაც რომ გაეკეთებინა თავისი მაქსიმუმი და არა ეს უბედური PDF ფაილი, მე ანის აზრს მივიხებდი, მაგრამ ანის მართლაც გამოსდის ისე რომ ჩვენ არ ვცდილობთ არაფერს, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, რაც საკმაოდ ცუდად ჟღერს. ნელ-ნელა მივდივართ პირველი ღია დისკუსიების ყველაზე საინტერესო მომენტზე, ჩემი აზრით. მოკლედ, ვადამ თქვა, რომ ამომრჩეველთან შინაარსზე ლაპარაკი და კონკრეტულ ნაბიჯებზე ლაპარაკი უნდა დაიწყოს. ანი ამბობს, რომ ეს ძალიან რთულია, როცა ლაპარაკი მიდის ისეთ რეჟიმზე, როგორც არის ქართული ოცნება და მაგალითს ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ კონკრეტულად საქართველოს პრობლემა. ესეთი რაღაცები ხდება რუსეთშიც, ბელორუსშიც და ვადო ამბობს, რომ ოპოზიციის ბრალი არის, რომ ქართული პოლიტიკა დავარდა რუსეთის და ბელორუსიის დონეზე. რასაც ანი პასუხობს, რომ ეს ოპოზიციის ბრალი არ არის, იმიტომ რომ ხალხმა ეხლა გაიგო, რომ ბიძინა რუსეთის მონაა და საერთოდ დღემდე არ აქვს ბევრს ეს ფაქტი კარგად გაანალიზებული. რასაც ვადო პასუხობს, ის რომ ქართველებმა მხოლოდ ეხლა გაიგეს ბიძინას რუსეთუმეობაზე, არის ოპოზიციის ბრალი. რატომ არის ეს მომენტი ყველაზე მნიშვნელოვანი? დაუბრუნდეთ კითხვას, რომელიც დასვა წამყვანმა. დღევანდელი პოლიტიკური ოპოზიცია ვერ ახერხებს ეფექტური დღის წესრიგის ფორმირებას საქართველოში. როცა ოპოზიცია ვერ უხსნის ამომრჩეველს ნორმალურად თუ რა საშიშროებას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, ესე ვთქვათ, ოპოზიციის მთავარი მტერი. როგორ შეიძლება ესეთმა ოპოზიციამ ნორმალური დღის წესრიგი ჩამოაყალიბოს საქართველოში? ეს ხო უნდა იყოს ოპოზიციის მთავარი იდეა დეტალურად ჩაშალოს ბიძინა ივანიშვილის შეცდომები. ფაქტები თუ რატომ არის ივანიშვილი რუსეთის აგენტი. ეს ყველაფერი ოპოზიციამ კარგად რომ ჩაშალოს და ეფექტურად რომ ახსნას, მინიმუმ ქართული ოცნების 5%-ს აზრს შეაცვლენებს. ამის გაკეთებას არ ამგონია რომ დიდი ფინანსური რესურსები სჭირდებოდეს. ვადამ კიდევ დაამატა ის ფაქტი, რომ ხალხი, რომელიც წავიდა არჩევნებზე და პირადობები მოპარეს, იმედგაცრუებულები დარჩნენ იმის გამო, რომ ოპოზიციამ ვერანაირად ვერ დაიცვა ამომრჩეველი, არადა ოპოზიცია პირდებოდა, რომ მათი ხმები დაცული იქნებოდა და არავინ მათ ხმას არ მოიპარავდა. ანიმ ამაზე უპასუხა, რომ ოპოზიცია დაისახა მიზნად, რომ მხოლოდ პოზიტიურად ილაპარაკონ არჩევნებზე. ამას ქალბატონი ანი არ ეთანხმებოდა კატეგორიულად, მაგრამ სამწუხაროდ არავინ ქალბატონ ანის არ დაუჯერა. და როცა ქალბატონი ანა ზუგდიდში ბრიფინგებზე ამბობდა, რომ ამომრჩევლებს ართმევდნენ პირადობის მოწმობებს და ასე შემდეგ, თბილისში ოპოზიცია ითხოვდა ანის ეკრანიდან ჩახსნას, რომ ხალხი არ შეაშინოსო. ვადამ დაიწყო ლაპარაკი, რომ ეს ყველაფერი არის ნაციონალური მოძრაობის ბრალი და ანიმ უთხრა ესეთი რამ. და საბოლოოდ მე ნანახი მაქვს მოსმენილი მაქვს ვოისები უბრალოდ ვიღაცაები როგორ უგზავნიდნენ ჩემებს რომ წითლიდე ჩახსენით ეკრანებიდან ჩვენ მაინც ვიგებთ არჩევნებს და აშინებს ხალხს ეგეც პრობლემა საუბარი ეგეც მაინტერესებს ბოდიში ბოდი ამას მეც ვიგებ არავის არ ჩაუხსნივან ეკრანებიდან ხო იცით რა არის ეგეც პრობლემა არის და რისი დამნაშავეც ჩემი აზრით არის ნაციონალურ მოძრაობაც და ზოგადად ეს მთელი შლიფი რაც რაღაცა ნაციონალურ მოძრაობაზე არა მარტო ნაციონალურ მოძრაობაზე და ნაციონალური მოძრაობის პირობებში. მე საერთოდ 2012 წლის მერე მოვედი. არც არ გიცნობდით. არც მამაშენს ვიცნობდი და არც. ხო, ანუ უკვე მეორეჯერ ახსენებს ვადოს მამას. მოკლედ ბოლოს ორივე დათანხმდა იმ საკითხზე, რომ ის ფაქტი, რომ ოპოზიცია ატყუებდა ხალხს, რომ არჩევნებზე მათი ხმები დაცული იქნება და არანაირი რისკი არ არსებობს იმის, რომ არჩევნებს გააყალბებდნენ, არის ზუსტადაც ოპოზიციის ბრალი. მოკლედ, გადავდივართ შემდეგ დებულებაზე და ეს დებულება ჟღერს ესე. ძველი პოლიტიკური ოპოზიცია რეპუტაციულად აფერხებს სამთავრობო ცვლილებებს ქვეყანაში. ამ დებულებას ვადო ეთანხმება და ანი არ ეთანხმება. ამჯერად დებატებს იწყებს ანი წითლიძე. მოკლედ, მინდა გითხრა ძლიერი არგუმენტებით ანიმ ვერ გაამყარა თავისი აზრი და დაიწყო ლაპარაკი, რომ რეჟიმთან ბრძოლის დროს არ უნდა ლაპარაკობდეთ ძველებზე და ახლებზე, იმიტომ რომ ეხლა მთავარი არის ყველა ერთად ვიდგეთ და ბიძინა დავამარცხოთ.
ვადო ეთანხმება სადებატო დებულებას და ანის წინააღმდეგ არგუმენტს ამბობს, რომ ძველი პოლიტიკოსები დღეს ერთად ვერ დგანან და ვერ იბრძვიან ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ამდენი წლის განმავლობაში ბევრი კონფლიქტები დაგროვდა ძველ პოლიტიკოსებს შორის და ეგოების გამო უფრო რეპუტაციულად აზიანებენ ოპოზიციას. ანი მესამეჯერ ახსენებს ვადოს მამას, რის გამოც წამყვანი უთიშავს მიკროფონს. და საბოლოო ჯამში ზოგადად რატომაც აფერხებს ძველი ცვლილებას და რატომაც ჭირდება ამ ყველაფერს ახალი არის ის, რომ რა ვიცი, ერთ და იგივე სახეების ტრიალი არის ზოგადად. თუნდაც დღეს ქართულ ოცნებაში რა იმაზე ვკამათობთ, რომ ხარება ცუდია და ხარება რომ ნაციონალურ მოძრაობის რაღაცა გამოზრდილი არის მამა შენი იყო მაშინ 5 მოწვევის პარლამენტში. მამა შენი არ დავარღვევთ ანაკთხოთ ფორმატი. ხარებაში ნაგასაკუთრებაც მუშაობა საშინელებებს საკეთება, სიხეს საშინელებებს და მამა ჩემი გაშუაშია. ხო, კაი, მოდი დავამთავრებ ეხლა რახან ჩემი დრო არის ეს რა და მე ცალკე ადამიანი ვარ კიდევ ერთხელ ამბობ ამას. ამისთვის გიმატებთ 15 წელს მაპატიეთ მე გავაჩერებ ცოტა ხანი დროს ერთ წამი დადო გთხოვთ რომ მოწინააღმდეგის მიკროფონი დროებით გავთიშოთ. მოკლედ ვადო აგრძელებს საუბარს და ამბობს რომ ბევრი რამ ქართულ ოცნებას აქვს განმოღებული ნაციონალური მოძრაობისგან. როგორც არის მაგალითად ხარება ან თუნდაც დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომ მიშას პერიოდის დროს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ან თუნდაც ძველი ქოსები როგორებიც არიან გახარია ან ზურაბიშვილი, დღეს რომ ოპოზიციაში არიან, ესეც ითვლება ვადოს აზრით ძველ პოლიტიკურ სიბინძურედ. მერე წამყვანმა დასვა კითხვა, როგორი უნდა იყოს რეპუტაციულად გამართული სანდო პოლიტიკოსი. ქალბატონმა ანიმ ესეთი პასუხი გასცა. რომელიც არ გაყიდულა, რომელიც თავისი სიტყვის ერთგულია და რომელსაც არ უღალატია ამ ქვეყნისთვის. და აი ეს 13 წლის განმავლობაში, ამიტომაც ვამბობ, მე ძალიან მძიმეა და ახალგაზრდობას დავაბრალებ ახლა მხოლოდ მაგას, რომ რაღაც ერთიანად მოხარშვა ყველა იმ ადამიანის, ვინც 13 წლის განმავლობაში პოლიტიკურ ველზე ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ეს არ არის სწორი. ამიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მათ შორის არის ამ პოლიტიკურ ველზე, რომელსაც ძალიან ასე ვთქვათ, თავისი მნიშვნელოვანი რეპუტაცია აქვს ჩემი ხმარწმენით. აბსოლუტურად ვეთანხმები ანის ამ მოსაზრებას, სამწუხაროდ ჩვენ პოლიტიკურ სპექტრში ძალიან ცოტა ან შეიძლება ითქვას თითქმის არ ყავს ეგეთი პოლიტიკოსები. იმაშიც ვეთანხმები ქალბატონ ანის, რომ ყველა პოლიტიკოსის ერთ ქვაში მოხარშვა არ შეიძლება, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ყველა ქართველი პოლიტიკოსი აბსოლუტურად ერთნაირად იქცება. ვადო კიდევ ამბობს ესეთ რამეს. პიროვნული პატივისცემა ყველა ადამიანს, მაგრამ ჩემი აზრით პოლიტიკოსის რეპუტაციას ქმნის რამდენიმე რაღაც, ეს არ არის რაღაცა 3 და 5 რაღაცა შემოსასრული რაღაც. პოლიტიკოსი რომ იყო და ეფექტური პოლიტიკოსი რომ იყო, უნდა იყოს შენი სიტყვის ფასის მცოდნე, უნდა იყოს თანმიმდევრული, უნდა გქონდეს შესაბამისი კომპეტენცია რომ რაღაცებზე ისაუბრო. უნდა იყო უბრალოდ გულწრფელი და შენი პოლიტიკური რაღაცა საქმიანობას არ უნდა გაზრდევდეს ჭრდილად რაღაცა შენი წარსული ცოდვები და შენი რაღაცა არაგულწრფელი ზრახვები. გულწრფელობა ჩემი აზრით თანმიმდევრულობა სისუფთავე და გონია რომ ახალი თავის პოლიტიკა ამ სისუფთავით უნდა გაკეთდეს. მოკლედ მე დაიწყო ორწუთიანი რეპლიკები. ანიმ კიდევ ერთხელ თქვა რომ დღეს ბევრი ოპოზიციონერი არის რეპუტაციულად განადგურებული, მაგრამ იმისთვის რომ რეჟიმი დაამარცხოთ, ეხლა ვინც არ უნდა იყოს, ერთად უნდა ვიდგეთ რეჟიმის განადგურებისთვის. მე ამას არ ვეთანხმები კატეგორიულად და ვადომას კარგად ახსნა თუ რატომ. ბევრ ოპოზიციონერს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობები აქვს და ამიტომ ერთად ხარისხანად ვერ იბრძვიან. ბოლოს ანიმ თქვა რომ ქვეყანაში როცა რეჟიმია ნებისმიერ პოლიტიკოსს გააშავებს. ვადომ კიდევ თავის ორწუთიან რეპლიკაში თქვა რომ არ არის სწორი რიტორიკა რომ რეჟიმი ყველას გააშავებს. იმიტომ რომ ამ რიტორიკის შედეგად ახალგაზრდებს ინტერესი ეკარგებათ რომ პოლიტიკაში შემოვიდნენ. მოკლედ ეხლა იწყება ღია დისკუსიები, რომელსაც იწყებს ვადო. ვადო იწყებს ლაპარაკს რომ თუ ოპოზიციას უნდა მთავრობა რომ შეიცვალოს და უფრო მეტი ადამიანი გადმოვიდეს ოპოზიციის მხარეს. ოპოზიცია არ უნდა აღიქვამდეს სახელმწიფოს მომხრეებს მტრებად. მე ვფიქრობ რომ პირველი რაც უნდა გაიაზროს, ანუ რატომაც ფერხდება ხელისუფლების ცვლილება და რატომაც ვერ გაზარდა ოპოზიციამ თავის სამომრჩეველი. უნდა გაიაზრონ ოპოზიციონერმა ძალებმა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებმა, რომ პირისპირ ვინც დგას, საპირისპირო მხარეს ვინც დგას, არაა მისი მტერი. მე ქალბატონი ნია კითხვას უსვამს ვადოს. ხოთ რომ ჩვენ ვართ რაღაცა ღიები, ანუ თქვენ ვერათ რომ ამ არჩევნებზე ოპოზიცია, თქვენ პოზიცია როგორია ოპოზიცია მას არჩევ მოიგო თუ არ მოიგო? მოიგო, საბოლოო ჯამში მოიგო, მაგრამ იმდენით არა, ნახეთ, იმდენით ვერ მოიგო, რომ ოცნებას ეს გაყალბება არ ყოფნოდეს. და მე ვადოს აზრს ვეთანხმები. ეხა ოპოზიციას თუ ირჩევს ვინმე, ირჩევს მხოლოდ იმიტომ, რომ ოღონდ ქოცები წავიდნენ. ნუ უმრავლესობა მაგიტო ირჩევს. როგორ შეიძლება ეს იყოს ოპოზიციის მთავარი, ესე ვთქვათ, კოზი?
არც იდეოლოგია, არც გეგმები და ცვლილებები, რომლებსაც ოპოზიცია შემოიტანს. Როგორც ვადამ თქვა, ოპოზიცია არ უნდა იყოს კოცების იმედზე, რომ ისინი რაღაც შესწომას დაუშვებენ, არამედ ოპოზიციამ უნდა შესთავაზოს ამ მომრჩეველს ისეთი რამ, რასაც ოცნება ვერ სთავაზობს. და ეხლა ანი ამბობს ერთმანეთისგან გამომრიცხავ რამეს. მოკლედ, ანი ამბობს, რომ ეგოების გამო ოპოზიცია არის განადგურებული. ზურაბიშვილი თავის თავს თვლის უფრო ძლიერ პოლიტიკოსად, სხვა პოლიტიკოსებს უფრო დიდი ამბიციები აქვს და ასე შემდეგ. ანი ამბობს, რომ იმ დროს, როცა ხალხს ყველაზე მეტად სჭირდებოდა ოპოზიციის დახმარება, მაგალითად მიტინგების და არჩევნების დროს, ლიდერები ჩხუბობდნენ იმაზე ბრიფინგზე, ვინ გამოვიდოდა პირველი და ვინ დაეწყებდა პირდაპირ ეთერს. და ეხლა უკვე მართლა დავიბენი. ანუ ჯერ ქალბატონი ანი ამბობს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ერთად უნდა ვიდგეთ და მერე ამოერჩიას ქართველმა ხალხმა მთავრობა, როცა რეჟიმი გადადგება და მერე ქალბატონი ანი იძახის, რომ შედეგს ვერ დებს ამ ხალხთან ერთად, იმიტომ რომ ეგოები აქვთ და თავიანთი თავი უფრო ადარდებთ ვიდრე მიტინგი. მე მართლა ვერ ხვდები თუ რატომ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკოსი ამ ოპოზიციის ნაწილი. თუ პირდაპირ ამბობს ქალბატონი ნია, რომ ამ ოპოზიციას არ ადარდებს მიტინგის და არჩევნების შედეგი და ლიდერებს უფრო აინტერესებთ პირადი ვნებები და ამბიციები. ანუ ეხლა ანიმ ჩემი აზრით ეს დებატები დაასრულა. კი, მე კიდევ მერის ამ დებატების 1 საათი, მაგრამ ქალბატონი ანიმ უკვე დაიწყო ერთმანეთისგან გამომრიცხავი რაღაცეების ლაპარაკი. მოკლედ, ჩემი აზრით არ აქვს არანაირი აზრი ამ ღია დისკუსიებს რო ვუსმინოთ, იმიტომ რომ ორივე მხარე მაინც ერთი და იგივეს ლაპარაკობს. გადავიდეთ შემდეგ დებულებაზე და შემდეგი დებულება ჟღერს ესე. მოქალაქეები, რომლებიც მთავრობის ცვლილებას ემხრობიან, იმსახურებენ ოპოზიციამ ჩრდილოვანი კაბინეტი წარუდგინოს. ვადო ეთანხმება ამ დებულებას და ქალბატონი ანი ნაწილობრივ ეთანხმება, მოდით მოვუსმინოთ ორივე მხარეს. ანის მოსაზრება ძალიან გასაგებია. ანი იძახის, რომ ჩრდილოვანი კაბინეტის იდეა ოპოზიციას ჰქონდა უბრალოდ ოპოზიციაში, ეგრევე დაიწყო კონფლიქტები. იმის შესახებ თუ ვინ გახდებოდა მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრი. ანის აზრით, ჩრდილოვანი კაბინეტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ოპოზიცია მაჩვენოს ხალხს თუ როგორ პარლამენტს შექმნის ოპოზიცია თუ ამომრჩეველი მას მისცემს ხმას. მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს რეგიონები, სადაც ხალხს საერთოდ არ აინტერესებს ეს თქვენი ოპოზიცია. იმიტომ რომ თუ ოცნებას ხმას არ მისცემენ, სუსი და ქართული ოცნება სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ამ ხალხს. რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები ამის. ის საჭიროა ჩრდილოვანი კაბინეტი რომ შეიქმნას, მაგრამ ამასთანავე ბევრ რამეს ჩრდილოვანი კაბინეტი არ შეცვლის. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ქართული ოცნების ამომრჩეველს არ ადარდებს ოპოზიცია და ამ ამორჩეველისთვის მნიშვნელოვანია უბრალოდ რომ ოცნებას მისცეს ხმა და პრობლემები არ შეექმნა. ვადოს აზრით, ჩრდილოვანი კაბინეტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა გაიგოს თუ როგორ აპირებს ოპოზიცია მომავალში თავისი დაპირებების რეალიზაციას. მაგალითად, როგორ აპირებენ მშვიდობის შენარჩუნებას ან ეროვნული პოლიტიკის ხაზი როგორი იქნება და ასე შემდეგ. ვადო მახსენა, რომ ჩრდილოვან კაბინეტში ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, რომ ძალოვან სტრუქტურებში ნაციონალური მოძრაობა არ იქნება, რაზეც ანიმ უპასუხა თავის 10 წამიან რეპლიკაში. უბრალოდ რომ ამბობენ ძველ სახეებზე ნაციონალური მოძრაობის, უნდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ძველ ხელისუფლებაში ვინც იყვნენ, ანუ იმ ნაციონალურ მოძრაობის სულ დარჩენილია 5 ადამიანი. დანარჩენი არიან ადამიანები, რომლებიც მოვედით 2012 წლიდან. ამიტომაც ეგ რეალურად არ დგას. ახეთ რომ აი იქ ვიღაცა ძოს და სხვათა შორის ესეც გაცხადებული ქონდა ნაციონალურ მოძრაობას ერთ-ერთ არჩევნებზე 20-20-ის, რომ ძალოვან სტრუქტურებს, მაგალითად ნაციონალური მოძრაობისთვის, რადგან ეს იყო პრობლემა, ძალოვან სტრუქტურებს ნაციონალური მოძრაობა არ აიღებდა, მაგრამ 20-20-ში იგივე პრობლემა იყო, 20-20-ში ეგოების პრობლემა იყო და 20-20-ში ეს ვერ გადალახეს. მოკლედ, გონი აშკარა არის ის ფაქტი, რომ ჩრდილოვანი კაბინეტი გჭირდება და კი ბატონო, იმასაც ვეთანხმები, რომ ჩრდილოვანი კაბინეტი რაიონებში სერიოზულ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს. მაგრამ ჩემი აზრით, თუ ჩრდილოვან კაბინეტს ექნება გავლენა რომელიმე რეგიონზე, თუნდაც მხოლოდ თბილისზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მართლაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა აზრი შეიცვალოს და რო გაიგებს უკვე თუ როგორ აპირებს ოპოზიცია ქვეყანაში ცვლილებებს, ამომრჩეველიც მივა და ხმას მისცემს ოპოზიციას. სამწუხაროდ ეგოების გამო ჩრდილოვან კაბინეტს ჩვენ საუბრობთ ვერასოდეს ვერ ვიხილავთ. გადავდივართ შემდეგ სადებატო საკითხზე, ოპოზიციამ ჯერ ვერ აჩვენა მოსახლეობას კვალიფიციური და გრძელვადიანი სტრატეგია კრიტიკულად მნიშვნელოვან ეროვნულ გამოწვევებზე. ამ დებულებას ორივე მხარე ითანხმება და მოდით მოვისმინოთ ორივე მხარის არგუმენტები. იწყებს ვადო. ვადო მოიყვანა მაგალითად მშვიდობის თემატიკა. ქართულმა ოცნებამ ეს თემა თავის მთავარ ლოზუნგად გამოაცხადა. ანუ თუ არ გინდათ რომ უკრაინასავით აგბომბონ და გაგვანადგურონ,
მოგვიცით ხმა ჩვენ და ქვეყანაში მშვიდობას შევინარჩუნებთ. ბერმა ამ თემაზე არ ილაპარაკა და თავს არ იდევდნენ ამ თემას. და ვადოს აზრით ეს სინამდვილეში უნიშნულოვანესი თემაა. მე ვეთანხმები ვადოს, რადგან ის, რასაც ოცნება აკეთებს მშვიდობისთვის, არ არის საკმარისი. მოდით შევთანხმდეთ იმ საკითხზე, რომ არავინ არ არის დაცული იმისგან, რომ რუსეთი არ შეუტევს. ქართულმა ოცნებამ რამდენადაც არ უნდა დაიწყოს რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესება, არ არსებობს იმის გარანტია, რომ რუსეთი არ შეუტევს საქართველოს. ჩვენ უნდა მზად ვიყოთ რუსეთთან ომისთვის და გასაგებია, რომ ნატოში და ევროკავშირში უნდა შევიდეთ, რომ მშვიდობა იყოს ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ სულ დასავლეთის იმედზე ვერ ვიქნებით. ამაზე ოპოზიცია არ ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ უნდა შეგვინარჩუნონ მშვიდობა ესეთი რთული პოლიტიკური კრიზისის დროს. რა გეგმები აქვთ და როგორ აპირებენ ჯარის განვითარებას. ხელფასის აწევა და სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა კი კაია, მაგრამ როგორ აპირებენ ამას არ ვიცი. ეს რომ ესეთი მარტივი ყოფილიყო ოცნება დიდი ხანი იზავდა ამას. კიდევ ვადო ლაპარაკობს იმაზე, რომ ოპოზიციონერებისგან განსხვავებით მისი პარტია 12 სართული აპირებს უფრო ფართოდ აუხსნას თავის ამორჩეველს თუ როგორ აპირებენ გარკვეული პრობლემების მოგვარებას. და მაგალითად მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც ვადო აპირებს ბენზინის ფასების დაწევას. ვადოს აზრით აქციზის გაუქმებით დაიწევს თამბაქოსა და ბენზინის ფასები. ეს ჩემი აზრით აბსოლუტურად სულელური აზრია. ჯერ ესერთიც ვიცი მაგალითები აქციზის დაწევა ან გაზრდა რო იგეგმებოდა. მაგალითად საფრანგეთში ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის აპირებდნენ 2018 წელს აქციზის გაზრდას, რამაც გამოიწვია ბენზინის ფასების ზრდა და ამის გამო დაიწყო სერიოზული პროტესტები. და ინდოეთში როცა შემცირდა აქციზი, ინდოეთს გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა შეექმნა ეკონომიკური პრობლემებიც. რადგან კი ბატონო ბენზინის ფასი კი დაიწია, მაგრამ მალევე ფასი გაიზარდა, იმიტომ რომ ბენზინის ფასი სხვადასხვა ეკონომიკურ და გლობალურ ფაქტორებზე არის დამოკიდებული. და როცა მაგალითად ვალუტის გაუფასურების გამო ნავთის ფასი იწევს, აქციზი გინდ გქონია და გინდ არა. ძალიან მაინტერესებს 12 სართულის დეტალური ახსნა თუ როგორ აპირებენ აქციზის გაუქმებას. მაგრამ მე რაც ვიცი აქციზზე, ჯობია აქციზი დარჩეს ისეთი როგორიც არის და ფასების დაკლება სხვანაირი გზებით ვცადოთ. ანი მიპასუხა ვადოს, რომ ეს ყველა მიცის, რომ თავდაცვა ესეთი არ უნდა იყოს და მრავალშვილიან ოჯახებს დახმარება სჭირდებათ. მთავარი პრობლემა სხვა რაღაცაში მდგომარეობს. ომის პროპაგანდა კი ბატონო ვადომ კარგად ჩაშალა, რომ ოპოზიციამ უნდა ელაპარაკოს ამორჩეულს, რომ ევროპა და ნატო იმისთვის გვინდა, რომ მშვიდობა დადგეს ამ ქვეყანაში. მაგრამ კიდევ არის სხვა ფაქტორები. თბილისშიც კი რაიონებზე ხო ლაპარაკი არ არის, ხალხს აქვთ ესეთი აზრი. კი რუსეთი მტერია და დამპყრობელია, მაგრამ აი აქ ევროპაში კაცი კაცს მოიყვანს ცოლად და ქალი ქალს. ოპოზიცია არ ლაპარაკობს ამ საკითხზე. ისე როგორც საჭიროა. ოპოზიციამ უნდა აუხსნოს ამორჩეულს, რომ ევროპა არ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც კაცს კაცი მოყავს და ქალს ქალი. და საერთოდ არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც მოსახლეობა საკმაოდ კონსერვატიული იდეოლოგიით არის გაზრდილი, მაგალითად პოლონეთი, სადაც ხალხი საკმაოდ ნეგატიურად არის განწყობილი LGBT-ს წინააღმდეგ, მაგრამ მაინც არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ სამწუხაროდ ოპოზიცია ამ საკითხზე არ ლაპარაკობს. ამაში არნის ვეთანხმები და სიმართლე რომ გითხრათ, არც არასოდეს დავფიქრებული ვარ იმაზე, თუ რამდენად ძლიერი გავლენა აქვს ამა თუ იმ პარტიას რაიონებზე. მოდით გადავიდეთ წამყვანის შემდეგ კითხვაზე. კრიტიკულად მნიშვნელოვანი გამოწვევები. მინდა 2 წუთში, მომდენ 2 წუთში თითოეულ თქვენგანისგან მოვისმინო, თქვენ როგორც პერსონალურად, ისევე თქვენი გუნდის წევრები, რას მიიჩნევთ, რა საკითხებს მიიჩნევთ ეროვნულად მნიშვნელოვან კრიტიკულ გამოწვევებად და რასთან როგორი ტიპის ხედვები გაქვთ. ვადომ დაიწყო ლაპარაკი ინფლაციაზე. მაგალითად მოიყვანა, რომ საქართველოში ფასები მუდმივად იზრდება და მაგალითად ევროპაში რაღაც 1 ევრო რო ღირს, საქართველოში 10 ლარი ღირს. ვადო თავის პარტიასთან ერთად მუშაობს ამ პრობლემების მოგვარებაზე, მაგრამ რავი, ბოდიშით და ვადოს თუ გონია, რომ ბენზინის ფასი დაიწევს აქციზის გაუქმებით, არ მგონია, რომ ინფლაციის გასაჩერებლად 12 სართულს უფრო კაი გეგმა ქონდეს. მაგრამ კარგი, დაველოდოთ, როცა 12 სართული საბოლოო გეგმას ჩამოაყალიბებს და წარადგენს. შემდეგი პრობლემა ვადოს აზრით არის სასამართლო, რომელიც არც ნაცების დროს იყო გამართული და არც ეხლა არ არის სწორად გამართული. ვადო ეთანხმება ანის, რომ ოპოზიციამ უნდა აუხსნას ხალხს თუ რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპა
და როგორ აპირებენ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას. კიდევ ვადო ლაპარაკობს დეცენტრალიზაციაზე, რომ ყველაფერი მხოლოდ თბილისში არ უნდა ხდებოდეს და მოკლედ ბევრ რამეზე ილაპარაკა ვადომ. მაგრამ საქართველოს პრობლემები კარგად ვიცით, მთავარი კითხვაა როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები. ნიას აზრით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება არ იარსებებს ევროპული ინტეგრაციის გარეშე და კიდევ ანი მილაპარაკა რომ უნდა განვითარდეს განათლების სისტემა და ნუ კიდევ ბევრი რამ, რასაც ყოველდღე ვისმენთ და ბევრჯერ იყო ნათქვამი ამ დებატების დროს. მაგრამ როგორც ვადოს, ასევე ანის არ აქვს ახსნილი თუ როგორ უნდა გადავლახოთ ეს პრობლემები. მერე იწყება ღია დისკუსიები და ეტყობა წამყვანის შეწუხდა რომ ორივე მხარე მხოლოდ პრობლემებზე ლაპარაკობს და როგორ გადავლახოთ ეს პრობლემები, ამაზე უკვე არ ლაპარაკობენ. და ამ 8 წუთში მე გთავაზობთ, რომ უკვე ასევე დაუთმოთ მსჯელობა გამოსავლის ასე ვთქვათ, ძიების გზებს. ერთი მხრივ მინდა რომ მოვისმინოთ თქვენი აზრით, აი თქვენ ორივე თქვენი ხედვები გამოკვეთეთ რა მიგაჩნიათ ეროვნულ გამოწვევებად. მე დავსვავ ასე შეკითხვას, რა აფერხებს აი ამ გამოწვევების დაძლევისკენ სწრაფვას და მეორე მხრივ არსებობს თუ არა მართლაც ვთქვათ, ასე ვთქვათ, კომპეტენტური პოტენციალი პოლიტიკურ ოპოზიციაში. ვადო ამბობს, რომ პირადად მისი პარტია ბევრ კომპეტენტურ ადამიანს ეკითხება სხვადასხვა პოლიტიკური საკითხების შესახებ. ძალიან მაინტერესებს, რომელმა კომპეტენტურმა ადამიანმა ურჩია ვადოს აქციზების მოხსნა, რომ კარგი იდეაა. ვადომ მოიყვანა ჭიათურას მაგალითი. აი ჭიათურის მაგალითი. ეს კომპანია, ვისთანაც პრეტენზია აქვს მაგალითად, იმ კომპანიიდან სახელმწიფოს ხელში გადაცემა დღეს პრობლემას ვერ მოაგვარებს. უნდა უბრალოდ ამ კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადის 70-80% ჭიათურას მოხმარდეს, გაიზარდოს მისი ბიუჯეტი, გაიზარდოს ჭიათურის ტურისტული პოტენციალი. არა მარტო ამაზე, ტყიბული არის იქ. ძალიან ბევრი ქალაქი, თბილისის, ბათუმის და რამდენიმე ქალაქის გარდა არის ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან ლამაზი საქართველო. ხდება კითხვა, რა გახდა ჭიათურის ბიუჯეტის გაზრდა. პრობლემა ის არის, რომ ეს კომპანია ჯორჯიან მაგნიუმი მუშაობს ქართულ ბანკთან ერთად. ანუ პირდაპირ შეიძლება ითქვას ბიძინა ივანიშვილთან ერთად. და სავარაუდოდ ის თანხა, რაც ჭიათურას უნდა მოხმარდეს, ხმარდება ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ ხო, მეც და ანიც ვეთანხმებით, რომ საქართველოს რეგიონალური დეცენტრალიზაციის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის განვითარება. ბოლოს ეს ყველა პრობლემა ვადომ დაუკავშირა კორუფციას და ის ფაქტი, რომ საკორუფციო ბიურო დასდევს ყველას, მაგრამ ქართულ ოცნებას აიგნორებს, ეს არის პრობლემა. ჩემს სულ პირველ ვიდეოში ლაპარაკობდი კორუფციაზე და თუ გაინტერესებთ აუცილებლად გადადით ლინკზე. მოკლედ ბევრი დრო რომ არ დავხარჯოთ, კი ბატონო, ვეთანხმები ორივე მხარეს, რომ კორუფციაა ქვეყანაში, რომ რეგიონალური დეცენტრალიზაციაა საჭირო, რომ ჭიათურის და წალენჯიხის ბიუჯეტები უნდა გაიზარდოს და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი პარტია არ გველაპარაკება იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები. ერთი წამით მინდა ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება, სანამ უკვე ვიდეოს დასკვნით ფაზაში გადავალთ. წამყვანი ეკითხება ქალბატონ ანის ესეთ რაღაცას. კითხოთ, აი ჩვენ საუბრისას გამოვყავით ეს ძირითადი საკითხები, როგორც არის სიღარიბე, ჯანდაცვა, თავდაცვა, განათლება, თვითმმართველობა ახსენეთ, მართლმსაჯულება ახსენეთ. მაინტერესებს არსებობს თუ არა იგივე დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ოფიციალური პოლიტიკის დოკუმენტები, სადაც გაანალიზებული ამ საკითხების, ასე ვთქვათ, ფაქტორები, პრობლემური ფაქტორები და კვალიფიციური ხედვები გადაჭრის გზებზე. ასევე მაინტერესებს ასეთი დოკუმენტებით ხდება ხოლმე თუ არა სხვა პარტიებთან კომუნიკაცია პოზიციების ჭიდილისას, ამ პარტიებისგან დაგინახავთ, რომ ესეთი დოკუმენტები, გააზრებული ხედვები ამ პრობლემებზე აქვთ, რამდენად არსებითი არის პოლიტიკური ოპოზიცია აი ამ საკვანძეო საკითხების გადაჭრის ხედვებში. აი მინდა რომ გავარკვიო. ნახეთ, ნაციონალურ მოძრაობის მაგალითად ხა სხვა პარტიებთან მართლა ესე ზოგადად თუ მისაუბრეთ, რომ მქონია ნაციონალურ მოძრაობას მათ შორის დოკუმენტალურად აქვს ეს ყველაფერი გაკეთებული 2016 წლიდან, მათ შორის იმ შეცდომების გადაანალიზებით, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუშვიათ სხვადასხვა. რაზეც პასუხად ღებულობს, რომ კი გვაქვს 2016 წლიდან გვაქვს ეს ყველაფერი და ჩვენ საიტზეც გვიდევსო. და ვადოსგანაც და ჩემგანაც იგივე პასუხს მიიღებდა, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს ყველაფერი ნანახი. იმიტომ რომ გაგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის საიტი არ ფუნქციონირებს. და იცით რა პრობლემაა? შეიძლება მართლაც არსებობს ესეთი საბუთი და დოკუმენტი, მაგრამ მე როგორც ამომრჩევლს, ხო უნდა მაჩვენო ეგრევე ეს გადაჭრის გზები. თუ გააქვს ეს საბუთები, ხო შეიძლება უბრალოდ შეიქმნა საიტი და დადო ეს საბუთები შენ საიტზე. მაგრამ რავი, ეტყობა პროგრამისტის დაქირავება და საიტის შექმნა ძალიან ძვირი სიამოვნებაა.
და ნუ ვადომ როცა უთხრა ანის რომ რაღაც მე არ მინახავს თქვენგან საბუთი, სადაც პრობლემების გადაჭრის გზებზე ლაპარაკობთ, ანი მუთხრა. ჭირდება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნახეთ როგორ ეს დაგვანახებდა ალბათ პოლიტიკური აქტორების რეალურ ხედვებსა და შეძაწრილი ნახავთ მეტი გამაგიჟეს. ვაიმე, რა დროინდელი რა გონია ახალიც უნდა იყოს. გავცდეთ. ხო, ქალბატონი ანი უკვე 4-ჯერ ახსენებს ვადოს მამას. და ახლა მე ესეთი კითხვა მაქვს. ანუ მე რომ მინდოდეს გავიგო თუ როგორ აპირებს ნაციონალური მოძრაობა პრობლემების მოგვარებას, უნდა მივიდე მიხეილ ყაველაშვილთან და ვთხოვო ბატონ მიხეილს, რომ მაჩვენოს ნაციონალური მოძრაობის გეგმები. მოკლედ, მოდი დიდი ხანი არ ვილაპარაკოთ ამ საკითხზე, იმიტომ რომ აქ ქალბატონ ანის არა აქვს საკმარისი არგუმენტები. ეს რა თქმა უნდა დოკუმენტალური და ჩვენ ყველა არჩევნებზე თუ აკვირდებით, ვცდილობთ ხოლმე მაქსიმალურად აი ჩვენს ვებგვერდზე ქვეყნდება მაგალითად ერთიანობა, ნაციონალური მოძრაობა. და იგივენაირად, მოდი ჯერ საიტზე ვნახოთ. ამათ საიტი საერთოდ არ უმუშავებთ. პრინციპში რა საჭიროა, გარეთ 21 საუკუნე რომ იყოს კიდე ხო, მაგრამ ჯერ ადრეა. ოკეი. კარგით, დავგუგლოთ. იგივენაირად, როცა ინფორმაცია არ აქვთ ერთიან სივრცეში თავმოყრილი, გვიწევს ასე სხვადასხვა სააგენტოების ვებგვერდზე ძებნა. აი, ნახეთ, IPN-ს აქვს, შევიდეთ. აქ ძალიან მშრალად არის ჩამოთვლილი, თუმცა ჩნდება იმედი, ქვემოთ არის ბმული და ახლა ვნახავთ სრულად. თულია დაჯერება, მაგრამ ნაციონალურმა მოძრაობამ დიდად თავისულ არ შეეწუხა. გონი აქ აღარაფრის დამატება არ არის საჭირო. გადავდივართ შემდეგ რუბრიკაზე, ოპონენტის კითხვა და ბოლოს გამოვიტანოთ დასკვნა, ვინ გამოვიდა გამარჯვებული ამ დებატებიდან. ანიმ შეეკითხა ვადოს. მაგ ერთი ესეთი შეკითხვა, რომ აი თვითონ რო გქონდეს ახლა შესაძლებლობა იმისი, რომ წარმოიდგინე, რომ აი ოპოზიციაში ხარ, მთავარი ადამიანი, რომელსაც შეგიძლია, რომ ამ ოპოზიციურ სპექტრში შენს გადაწყვეტილებაზე კონკრეტულად იყვნენ დამოკიდებული კონკრეტული ოპოზიციური პარტიები. რა იქნებოდა ის მთავარი, რასაც შენ ახლა გააკეთებდი იმისთვის, რომ წინააღმდეგობრივი მოძრაობა ამ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს და იმ კრიზისიდან, რაშიც ახლა ვართ, გამოვიდეთ. ვადომაც უპასუხა, რომ სულ ხალხთან იდგებოდა და პირობითად დღეს რომ ოპოზიციის ლიდერები თითქმის არ ჩანან მიტინგებზე, ვადო ყოველ დღე გამოვიდოდა და კიდევ აი ის იდეოლოგია, რაც აქვს ოპოზიციას, რომ ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ცუდად მიდის, არის არასწორი. და ვადო ხალხს პირდაპირ სიმართლეს ეტყოდა. ნუ ეს ჩემი აზრით საკმაოდ ზედაპირული პასუხია. ამას ნებისმიერი პოლიტიკოსი იტყოდა. კარგით, მოდით გადავიდეთ ვადოს კითხვაზე. ის რა, მე მაქვს ესეც შეკითხვა თქვენთან, თვლით თუ არა, ალბათ პასუხი გქნებ, მაგრამ მინდა რომ ჩავშალოთ ეს საკითხი. თუ პასუხი იცინეს, რატომ ეკითხები? არა, მაგრამ მაინც თქვენი აზრი მაინტერესებს ამაზე. თვლით თუ არა, რომ მთელი თავის აი ამ ისტორიით, ძველი სახეებით, ნაციონალური მოძრაობა არის ერთ-ერთი შემაფერხებელი იმის, ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი იმის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება შეიცვალოს. ანუ თვლით თუ არა, რომ ოცნებას აწყობს ნაციონალური მოძრაობის არსებობა იმ ფორმით, როგორიც დღეს ის არის და მისი ლიდერის იმ ფორმით, როგორიც დღეს. ნუ ანი არ ეთანხმება ამ საკითხს, მაგრამ სანამ ანი ახსნიდა თუ რატომ არ ეთანხმება ვადოს მოსაზრებას, ის კიდევ ერთხელ ანუ მეხუთეჯერ ახსენებს ვადოს მამას. რაფერი 9 წლის განმავლობაში არ მქონია შეხება ნაციონალურ მოძრაობისგან, თქვენ განსხვავებით, მათ შორის ბრიტანეთშიც გისწავლიათ, მე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი და უნივერსიტეტში აქ. მოდით ახლა ვილაპარაკოთ თუ რატომ არ ეთანხმება ქალბატონი ანი ვადოს. მოკლედ ანი ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას კი ბატონო უამრავი შეცდომა აქვს დაშვებული, მაგრამ იმ 9 წლის განმავლობაში რაც იყო ნაციონალური მოძრაობა, ამ პარტიამ საქართველოს როგორც ქვეყანა ჩამოაყალიბა და ყველაფერი გააკეთა ევროპული ინტეგრაციისთვის. ნია ამბობს, რომ ნაცია არ უდრის ქოსს, რაზეც ვადოსგან ისმენს, რომ სასამართლო ხო ერთი და იგივე იყო ნაცების დროსაც და ქოცების დროსაც. და ანისგან ხებულობს კიდევ ერთ პასუხს. ხე და აი როცა იძახიან რომ ერთი არიან, ერთი არ არიან და არასოდეს არ სასამართლო იქნებიან. ხო ერთია. იმიტომ რომ შეცდომები იყო თქო ამბობ, მაგრამ ნახე რა არის, მამაშენს უფრო მეტი იქნებ ხმამაღლა სიტყვა რომ ამოიღო იმაზე მურუსიძესა და ჩიჩალაძეზე. იქნება ეხა ეკითხვა არ დაგესვა რა. ხო, კაი, აქ ანიმ არგუმენტირებულად მაინც მოახსენა ვადოს უკვე, რომ მიშა მაჭავარიანი იყო ნაცმოძრაობის ლიდერი. ანი ამთავრებს თავის რეპლიკას იმით, რომ 2013-ში და 2014-ში მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა უწევდა წინააღმდეგობას ქართულ ოცნებას. მე ვადოს აზრს ვეთანხმები, იმიტომ რომ ჩემი აზრით ოცნება უბრალოდ იყენებს ნაციონალურ მოძრაობას იმისთვის,
რომ დაანახონ ხალხს თუ რა საშიშროების ქვეშ იქნება ქვეყანა, როცა ისინი მოვლენ. დღეს მიტინგებზე თავისუფლება მიშას ბანერებით რომ გამოდიან, სადაც ხალხს საერთოდ არ ადარდებთ მიშას ბედი და უნდათ რომ მოპარული არჩევნები თავიდან ჩატარდეს, ამას ოცნება იყენებს. ნაციონალური მოძრაობა შეიძლება 13-ში და 14-ში უწევდა წინააღმდეგობას ქართულ ოცნებას, მაგრამ ეხლა მე ვერ ვხედავ ამას. და მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ ქართულ ოცნებას აწყობს ასეთი ნაციონალური მოძრაობა. შემდეგი რუბრიკაა აუდიტორიის შეკითხვები. ანის კითხვა ესე ჟღერს. წაიკითხოთ კითხვა და როგორ მე აპირებს წითლიძე ბელადობანის დამარცხებას, როცა პარტიაში ერთი კაცი წვეს? ნიკა ტოგონიძე. ანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება პარტიისთვის კი მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტ როლს მიხეილ სააკაშვილი არ ასრულებს. მე უფრო სხვანაირ კითხვას დაусმევდი ქალბატონ ანის. პარტია, რომელიც კიდევ ითვალისწინებს მიხეილ სააკაშვილის აზრს, შეძლებს საკმარისი ამომრჩევლის მოზიდვას, რომ ქართული ოცნების მომხრეებმა აზრი შეიცვალონ ნაციონალურ მოძრაობაზე? ჩემი აზრით არა. ჩემი აზრით, სანამ ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი არის სააკაშვილი, ქართული ოცნების ამომრჩეველი ნაციონალურ მოძრაობას ხმას არ მისცემს. კაი, ეხლა მოვისმინოთ ვადოს შეკითხვა. ჩვენ ვიდეოებში ამაზეა საუბარი, რომ ისევ თემას ვფიქრობ, ხშირად ნაციონალურ მოძრაობის კრიტიკა და არის თუ არა ეს ნაცობის კომპლექსი და ქართული ოცნება ყოველთვის ცდილობს რომ მიიღოს ნაცების იარაღი. ადო მოკლედ თქვა, რომ არანაირი კომპლექსი არ აქვს და უბრალოდ უნდა მაყურებელთან და ამომრჩეველთან გულწრფელი იყოს. და აუხსნას თუ რა შესრულებები აქვს დაშვებული ნაცკოცებს ამ 20 წლის განმავლობაში. ანის შემდეგი კითხვა იყო ხვალ რომ ოცნებამ შეასრულოს მთავარი დაპირება, ოპოზიცია მოიგებს თუ არა არჩევნებს. სავარაუდოდ მთავარ დაპირებაში იგულისხმება არჩევნების მოგება. ანის აზრით თუ ჩატარდება ნორმალური არჩევნები, ოპოზიცია გაიმარჯვებს, რაშიც მე ნაწილობრივ ვეთანხმები, მაგრამ მე ესეთ კითხვას დავსვამ. იმსახურებს ოპოზიცია გამარჯვებას? ანუ მოდით სერიოზულად ვილაპარაკოთ. ოცნებას ამდენი შეცდომა რომ არ დაიშვა, საერთოდ ესეთი მასშტაბური გამოსვლები იქნებოდა თუ არა. ანუ ოპოზიცია, რომელიც არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები მოიგოს და მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ ქართული ოცნება უკვე ისეთ შეცდომას დაუშვებს, რომ აბსოლუტურად ყველა ამომრჩეველი ზურგს აქცევს, ესეთი ოპოზიცია იმსახურებს გამარჯვებას? მე არ ამგონია. მოდით ახლა შევაჯამოთ რაც მოვისმენთ. მოდი პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან ძნელია აქ გამარჯვებულის ამორჩევა. ვადოს უბრალოდ ჯერ შეუძლია ოპოზიციის და ქოცების კრიტიკა, იმიტომ რომ ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო, მაგრამ ქალბატონ ანისთან მაქვს უამრავი შეკითხვა და ნაციონალურ მოძრაობასთანაც. ის არგუმენტი, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს საკმარისი რესურსი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ქართულ ოცნებას, მუშაობს იმ დროს, როცა შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებ. არ მინდა რომ გავმეორდე, მაგრამ ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში არ უმუშავებს საიტი, სადაც წესით მე უნდა გავიცნო პარტიის წევრები და უნდა გავიცნო პარტიის სამომავლო მიზნები, არ მუშაობს. რომ საარჩევნო ბუკლეტი ესე გამოიყურება და კიდევ რაც ყველაზე მეტად მიშლის ნერვებს. ის რომ ლანცვა კრიტიკა და თითების გაშვერა ორივე მხარეს ძალიან კარგად გამოსდის. მაგრამ როცა საქმეზე მიდის და უნდა ახსნან თუ როგორ გეგმავენ პრობლემების მოგვარებას, ვერც ერთი მხარე პასუხს ვერ გვცემს და თუ გვცემს, ვადოს მაგალითს მოვიყვან და მის ჩემი აზრით აბსურდულ იდეას, რომ აქციზების გაუქმებით ბენზინის ფასი დაიწევს, არ ამგონია რომ ხარისხიანად და კარგად აგვიხსნას ვადოს პარტიამ თუ როგორ გეგმავს ამ იდეის რეალიზაციას. სამწუხაროდ ამ დებატებში ვადო იმარჯვებს მხოლოდ თავისი ოპონენტის შეცდომების გამო და არა მისი ძლიერი კონტრარგუმენტების დახმარებით. მოკლედ მეგობრებო, საბოლოოდ ესეთი ვიდეო გამომივიდა. თუ მოგეწონათ ფორმატი, დაწერეთ კომენტარებში და რაც თავარია, დაწერეთ თქვენი აზრი. თუ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და დალაიქება. ასევე არ დაგავიწყდეთ ჩემი Discord სერვერი, მანდ რეგულარულად გვექნება დებატები და დისკუსიები სხვადასხვა საკითხებზე. გავარჩევთ ახალ ამბებს და ასე შემდეგ. მე გევშვიდობებით და იმედია გვეშველება რამე.